რამდენი უნავსოა ეს კვებითი დანამატები? ხშირად ვეჩეხები ხოლმე ამ აზრს. ნუტრიციოლოგი, სუპლიმენტოლოგი ვარ, 13 წლიანი გამოცდილებით, ძირითადად კვებითი დანამატებით, სუპლიმენტებით ვმუშაობ და სხვა შეუძლებით რომ მოდიან ადამიანები, ზოგიერთები ისეთია, ერთი არზა წამლები აქვთ, რომლებიც ყოველდღიურად უნდა დალევონ და მთელი ცხოვრება და ეს მიაჩნიათ ნორმალურად. მოდით შევახსენებთ, რომ ამ წამლებს ძალიან ბევრი უჩვენებები და გვერდითი მოვლენები აქვთ. ისეთი ინტოქსიკაცია შემოაქვთ ქიმიური, რომ აი ის სხვა ჩივილები მე რო იწყება ხოლმე სწორედ მათი ბრალია. აღარ ვლაპარაკობ საცუდავი გუზლი და თირკმელი, ეს ყველაფერი რომ უნდა გაფილტროს. ის ნორმალურია ის რომ კვებითი დანამატები ყოველდღე მჭირდება, ეს რატომღაც პათოლოგიად ითვლება. როგორ? თქვენ სახს პერიოდულად მაინც არ ჭირდება დალაგება, ანალოგიურად უნდა თქვენ ორგანოს. როგორ ხა გუში რო ჭამეთ, დღეს აღარ უნდა ჭამოთ და იცით რომ თქვენ ორგანოში ყოველდღე ახალი უჯრედები წარმოიშობა და მას უჯრედული კვება ჭირდება რომ სახე უჯრედები წარმოშვას. ამის მერე რამე გასაკვირია?